რა გახსენდებათ? როდესაც ლას-ვეგასის სახელი გესმით, სავარაუდოდ კაშკაშა ნეონის შუქები, დიდრული სასტუმროები, ღამის კლუბები და უამრავი გაზინო. უკანასკნელი 10 წლეულების განმავლობაში ლას-ვეგასი სიმდიდრისა და აზარტის სიმბოლოს წარმოადგენს, მაგრამ ამ ბრწყინვალე ფასადებს მიღმა იმალება სამყარო, რომელიც თითქოს ყველამ მიივიწყა. ქალაქის ქუჩების ქვეშ მიწისქვეშა დასახლებაა დამალული. ამ ადგილის შესახებ ტურისტების უმეტესობამ დღესაც კი არაფერი იცის, მაგრამ უმჯობესია ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. 1975 წლის 3 ივლისს ლას-ვეგას თავს ძლიერი შტორმი დაატყდა. სულ რაღაც რამდენიმე საათში იმაზე მეტი ნალექი მოვიდა, ვიდრე ეს მთელი წლის განმავლობაში ხდება ხოლმე. უხმა ნალექმა წარმოუდგენელი წყალდიდობა გამოიწვია. მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სასტუმრო კეისრის სასახლე სერიოზულად დაზიანდა. წყალდიდობამ დაახლოებით 700 მანქანა წაიღო. ზოგიერთი მათგანი მოგვიანებით პარკირების ადგილიდან 10 კილომეტრის მოშორებით იპოვეს. შენობები დაზიანდა. წყლის გამწმენდი სისტემები დაიტბორა. კანალიზაციის ჭებიდან ჭუჭყიანი წყალი მოდიოდა. ამ კატასტროფის შემდეგ ქალაქის ხელისუფლებამ გააცნობიერა, რომ ლას-ვეგას მომავალი წყალდიდობებისგან დაცვა აუცილებლად სჭირდებოდა. ამ გადაწყვეტილებამ სადრენაჟო გვირაბების მასიური სისტემის მშენებლობა განაპირობა. 1990-იანი წლების დასაწყისისთვის ლას-ვეგასის ქვეშ უკვე 10 კილომეტრის სიგრძის ბეტონის გვირაბი იყო აშენებული. გვირაბში შესასვლელები ყოველთვის ღია რჩებოდა, რადგანაც ადამიანთა უმეტესობა ფიქრობდა, რომ ისინი ჩვეულებრივი მიწისქვეშა გადასასვლელები ან ტექნიკური შენობები იყო. ძალიან ცოტა თუ იფიქრებდა, რომ ეს ადგილი სულ მალე ათასობით ადამიანის სახლი გახდებოდა. დროთა განმავლობაში ეს გვირაბები უსახლკაროების თავშესაფრად გადაიქცა. მათ შორის არიან ნარკომანები, ფსიქიკური დაავადების მქონე ადამიანები, კრიმინალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები და ჩვეულებრივი მუშები, რომლებსაც ქირის გადახდა უბრალოდ აღარ შეუძლიათ. ამ გვირაბებში ნახავთ ისეთ ადამიანებსაც, რომლებმაც მსგავსი ცხოვრება თავისივენებით აირჩიეს. რა თქმა უნდა, ეს გვირაბები ადამიანების საცხოვრებელ ადგილად ჩაფიქრებული არასდროს ყოფილა. საინტერესო კი ისაა, როგორ გამოიყურება ეს მიწისქვეშა ლაბირინთები და როგორ ახერხებენ გადარჩენას იქ მცხოვრები ადამიანები. ლას-ვეგასის ხელისუფლებას უსახლკაროების მიმართ ყოველთვის მკაცრი დამოკიდებულება ჰქონდა. როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილი, ქალაქი უსახლკაროებს ყოველთვის თავს არიდებს. ამ ზეწოლის გამო ადამიანთა უმეტესობა საცხოვრებლად მიწისქვეშ გადავიდა. წლების განმავლობაში ხელისუფლება გვირაბებს ყურადღებას არ აქცევდა, რის გამოც იქ ჩამოყალიბდა სამყარო, რომელიც საკუთარი წესებით ცხოვრობს. დღეს ლას-ვეგასის სადრენაჟო სისტემა 400 კილომეტრზე მეტს მოიცავს. ადამიანთა უმეტესობა გვირაბების გასასვლელთან ცხოვრობს. გვირაბში ცხოვრება საკმაოდ რთულია. ბევრი რამ, რასაც ჩვენ ძირითად აუცილებლობად მივიჩნევთ, აქ უბრალოდ არ არსებობს. პირველ რიგში გამდინარე წყალი. როდესაც ერთ ქალს კითხეს, თუ რა ენატრებოდა მას ყველაზე მეტად, მისი პასუხი შხაპი იყო. მისი თქმით, უკანასკნელი შხაპის მიღებისას მან სიხარულის განიტირა. მიწისქვეშეთის ზოგიერთი ბინადარი სისუფთავის შენარჩუნებას კვლავ ცდილობს, თუმცა საკანალიზაციო სისტემების გარეშე ჰიგიენის დაცვა წარმოუდგენლად რთულია. კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ გვირაბებში ძალიან ბნელა. ბუნებრივი სინათლე მხოლოდ იმ ლითონის კისოსებიდან შემოდის, რომლებიც წვიმის დროს გვირაბში წყლის მოსახვედრადაა შექმნილი. ზაფხულში გვირაბებში საშინლად ცხელა. ჩვეულებრივ სამყაროში ადამიანები სიცხეს კონდიციონერების, ვენტილატორებისა და ცივი წყლის დახმარებით უმკლავდებიან. აქ კი ეს ყველაფერი უბრალოდ არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ადამიანები მიწისქვეშ ცხოვრებას მაინც აგრძელებენ. მუდმივი სინესტე, ვირთხები, მწერები და ქაოტური ცხოვრების წესი გვირაბებს ინფექციებისა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების კერად აქცევს. მიუხედავად ამისა, მიწისქვეშეთის ზოგიერთი ბინადარი ნორმალური ცხოვრების გარკვეულ დონეზე შენარჩუნებას კვლავ ახერხებს. ისინი ცდილობენ გვირაბების შედარებით კომფორტული გახადონ. მათ მოაქვთ ლეიბები, მაგიდები, თაროები და ავეჯიც კი. წყვილები, როგორც წესი, ყველაზე კარგად ორგანიზებულ საცხოვრებელ ზონებს აწყობენ. ამ ცნობილ ფოტოზე სტივენი და კეთრინი არიან გამოსახულნი. ისინი დაახლოებით 40 კვადრატული მეტრის სივრცეში ცხოვრობდნენ, სადაც მათ ხისგან დამზადებული საწოლი, თაროები და წიგნებიც კი ჰქონდათ. გვირაბის სტანდარტებით ისინი მდიდრებად ითვლებოდნენ. დღეისათვის ასეთი ორგანიზებული საცხოვრებელი ადგილები ბევრად მეტია. ზოგიერთი ადამიანი განათებისა და ძირითადი საჭიროებისთვის მძლავ ბატარეებს იყენებს. მაცივრები არა საკვების გაციებისთვის, არამედ მისი ვირთხებისგან დასაცავად გამოიყენება. საკვებში არჩევანი ყოველთვის შეზღუდულია. ძირითადად გვირაბში მაცხოვრებლები სწრაფად მოსამზადებელ საკვებს მიირთმევენ. ზოგიერთი მათგანი თავს ნაგვის ურნებიდან აღებული საკვებით ირჩენს, თუმცა დღეისათვის უამრავი საქველმოქმედო ორგანიზაცია ამ ადამიანების დახმარებას მუდმივად ცდილობს. საერთო ჯამში, საზოგადოების ცნობიერების ზრდასთან ერთად მიწისქვეშეთში საცხოვრებელი პირობები შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ დროსთან ერთად სიტუაცია უკეთესობისკენ მიდის, ამ გვირაბებში კვლავ რჩება საფრთხე, რომელიც მის ყველა მაცხოვრებელს აშინებს. ეს საფრთხე წყალია. მოულოდნელი ქარიშხლის გამო გვირაბები შესაძლოა მომენტალურად დაიტბოროს, თანაც ყველაზე ცუდი ისაა, რომ აქ არანაირი გამაფრთხილებელი მოწყობილობა არ არსებობს. საუკეთესო შემთხვევაში მაცხოვრებლებს თავის გადასარჩენად მხოლოდ რამდენიმე წუთი აქვთ.
ასეთი მომენტების დროს უამრავი ადამიანი იღუპება. აი მაგალითად 2016 წელს მოულოდნელად მოვარდნილი წყლის გამო რამდენიმე უსახლკარო დაიხრჩო. ბუნებრივი მოვლენების გარდა საფრთხეს ადამიანებიც წარმოადგენენ. დანაშაული და ნარკომანია მიწისქვეშეთის მთავარი პრობლემებია. სასწრაფო დახმარების თანამშრომლები ნელგვირაბებში ადამიანების პოვნას თითქმის ვერასდროს ახერხებენ, თანაც ხშირად მაცხოვრებლები სასწრაფოს გამოძახებას უბრალოდ ვერ ბედავენ, რადგანაც ისინი შესაძლოა ციხეშიც კი აღმოჩნდნენ. დანაშაულის ზრდასთან ერთად პოლიციამ გვირაბების შესასვლელების ხშირი მონიტორინგი დაიწყო, თუმცა ისინი გვირაბებში იშვიათად შედიან. ზოგიერთი ადამიანი ამ ადგილის სამუდამოდ დატოვებას ახერხებს, თუმცა ათასობით ადამიანი დღემდე მიწისქვეშ რჩება. მათი დარჩენის კიდევ ერთი მთავარი მიზეზი ლას-ვეგასის კაზინოებთან სიახლოვეა. გვირაბების შესასვლელები ხშირად კაზინოებთან ახლოს მდებარეობს, სადაც ყოველდღიურად უზარმაზარი თანხა მოძრაობს. უსახლკაროები ეძებენ დაკარგულ კაზინოს ჩიპებს, ითხოვენ დახმარებას და ნასვამი ტურისტების მიერ მიტოვებულ სათამაშო აპარატებსაც კი იყენებენ. კაზინოს ჩიპების ნახტ ფულზე გადაცვლა მათთვის პრობლემას არასდროს წარმოადგენს. ზოგიერთი მათგანი პენსიას და სოციალურ დახმარებასაც კი იღებს, თუმცა ეს თანხა ნორმალური ცხოვრებისთვის საკმარისი არაა. მცირე ნაწილი მაღაზიებში ან ბენზინგასამართ სადგურებში მუშაობს, მაგრამ ისინი მინისქირის გადახდას მაინც ვერ ახერხებენ. საფრთხის მიუხედავად გვირაბები ჟურნალისტებისა და სხვადასხვა გადამღები ჯგუფების ყურადღებას მუდმივად იპყრობს, თუმცა ეს ადგილი ტურისტული ღირსშესანიშნაობა ნამდვილად არაა. აქ მცხოვრებ ადამიანებს უცხოები არ უყვართ. ჟურნალისტმა მეთიუ ობრაიანმა ამ გვირაბების შესწავლასა და მათი მაცხოვრებლების გაცნობაში წლები დახარჯა. 2007 წელს მან გამოაქვეყნა წიგნი, რომელსაც სიცოცხლე და სიკვდილი ლას-ვეგასის გვირაბებში უწოდა. წიგნის გამოცემიდან მალევე ამ საკითხმა გლობალური ყურადღება მიიპყრო. გარდა ამისა, ჟურნალისტმა ორგანიზაცია სახელწოდებით ნათებაც დააარსა, რომელიც გვირაბების მაცხოვრებლებს მუდმივად ეხმარება, თუმცა დახმარების მისაღებად ადამიანებმა ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე უარი უნდა თქვან. გვირაბები საკუთარი არაოფიციალური დანიშნულების შესრულებას იქამდე გააგრძელებენ, სანამ უსახლკაროების პრობლემა კვლავ გადაუჭრელი დარჩება. თუმცა ხელისუფლებას ის ურჩევნია, რომ უსახლკაროები ისევ მხედველობის მიღმა დარჩნენ. ამასობაში გვირაბების სისტემა გაფართოებას აგრძელებს, რადგანაც ლას-ვეგასი სტიქიებს კვლავ ებრძვის და როდესაც ახალი გვირაბები აშენდება, იქ უამრავი ადამიანი დასახლდება. უსახლკარო ადამიანების საკითხი მხოლოდ ლას-ვეგასის პრობლემა არაა. მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილში ნახავთ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად ჩრდილში ცხოვრობენ. ერთადერთი განსხვავება ისაა, თუ სად იმალებიან ისინი. ასე რომ მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელი რჩება. უსახლკარობა თანამედროვე ქალაქების გარდაუვალი მახასიათებელია, თუ ეს არის პრობლემა, რომელიც საბოლოოდ უნდა გადაიჭრას. გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში. ხოლო თუ მოგეწონათ ვიდეო, ისი დალაიქება და არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, რადგანაც თქვენი აქტიურობა არხის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.